თითოეულამ პრობლემების შექმნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში. დილიდან მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ერთეულებში შიდა საუბნო გზების და ასევე ქალაქის გზების გაწმენდა. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. 7 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. რამდენიმე საბავშვო ბაღში ბავშვები არ გამოცხადდნენ. გარკვეულ უბნებს ისევ არ მიეწოდება ელექტროენერგია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. მიმდინარეობს ადმინისტრაციული ერთეულების შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, ადამიანური რესურსი მობილიზებულია და ქალაქის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა არის პრობლემები და გამოწვევები. 7 საჯარო სკოლაში შეწყდა სწავლა, რამოდენიმე საბავშვო ბაღში ბავშვები არ გამოცხადდნენ. ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს ენერგოპრო ჯორჯიასთან, რადგანაც არ მიეწოდება ელექტროენერგია რამოდენიმე სოფელს. დღის ბოლომდე აღზრდება ელექტროენერგია და მაქსიმალურად ეცდება მუნიციპალიტეტის მერია, რომ ყველა პრობლემა მოგვარებულ იქნას.